საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი გერმანიაში დასრულდა. ბაკა ბოჭორიშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა და ორმხრივი შეხვედრებიც გამართა. ახლა ქვეყნის პირველი დიპლომატი ბავარიიდან სამუშაო ვიზიტით სლოვაკეთში გაემგზავრება. სალომე ქოქიაშვილი გვეტყვის, როგორ აფასებს ქართული დელეგაცია მიუნხენში გამართულ შეხვედრებს. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია დასასრულს უახლოვდება და ბავარიის დედაქალაქს მაღალი რანგის სტუმრები ნელ-ნელა ტოვებენ. დასრულდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ამ კონფერენციის ფარგლებში, რომელიც როგორც ქვეყნის პირველი დიპლომატი ამბობს, იყო ძალიან კარგი კიდევ ერთი შესაძლებლობა საქართველოზე, მის მიღწევებზე, მნიშვნელობაზე თუ გამოწვევებზე სასაუბროთ. ვინაიდან წელს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია იყო ორიენტირებული ევროპის კონტინენტის უსაფრთხოებაზე, მის მედეგობაზე, მისი ეკონომიკის ზრდაზე, ამ თვალსაზრისით ერთ-ერთი მთავარი სასაუბრო თემა, რომელზეც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ყურადღებას ამახვილებდა, ეს იყო რა თქმა უნდა შუა დერეფანი, რომელიც როგორც მაკა ბოჭორიშვილი ამბობს, ახლა ხდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არა მხოლოდ რეგიონისთვის, არამედ თავად ევროპის კონტინენტისთვისაც, ვინაიდან ეს არის ამ ეტაპისთვის ერთ-ერთი ყველაზე მოკლე და ამავდროულად უსაფრთხოს გზა, რომელიც ევროპას აზიასთან აკავშირებს და პირიქით და იძლევა არა მხოლოდ ტვირთების ტრანსპორტირების საშუალებას, არამედ ძალიან კარგ საშუალებას ენერგორესურსების ტრანზიტისთვის და შესაძლებლობებს ევროპის კონტინენტის ენერგოუსაფრთხოებისთვის. გარდა ამ თემებზე საუბრისა, რა თქმა უნდა, იყო ორმხრივი შეხვედრებიც, რომლითაც საკმაოდ დატვირთული იყო ქვეყნის პირველი დიპლომატის დღის წესრიგი. ჩვენ შეგვიძლია გამოვარჩიოთ რამოდენიმე შეხვედრა, მათ შორის მაგალითად ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, რომელიც ცოტა ხანში თავად უნდა ესტუმროს საქართველოს, ამავდროულად შეხვედრა ეუთოს გენერალურ მდივანთან, რომელთანაც ჩვენს ქვეყანას საკმაოდ მეჭვიდრო და ახლო ურთიერთობები აკავშირებს. ამ შეხვედრაზე განხილული იყო ორმხრივი ურთიერთობები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და საკმაოდ ბევრ თემას გაესვა ხაზი შეხვედრაზე, მათ შორის იმასაც, რომ საერთაშორისო ინსტიტუტების გამოყენების მცდელობა არის ხოლმე ხშირად ერთგვარ პოლიტიკურ ინსტრუმენტად, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი აღნიშნავს. მთლიანობაში მაკა ბოჭორიშვილი მიიჩნევს, რომ მიუნხენის კონფერენციამ საკმაოდ ბევრი მისცა ჩვენს ქვეყანას და მისცა კარგი შესაძლებლობა იმისა, რომ საკუთარი თავი კიდევ ერთხელ წარმოეჩინა ევროპის უსაფრთხოების კონტექსტში. მიუნხენის კონფერენციაზე საკმაოდ წარმომადგენლობითი შემადგენლობა იყო, მონაწილეების მაღალი დონის სტუმრები და კარგი შესაძლებლობა იყო ჩემს კოლეგა მინისტრებთან გასაუბრების, შეხვედრების და საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე საუბრისთვის. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, რაც შეეხება დაკავშირებადობას, რაც შეეხება შუა დერეფნის ფუნქციონირებას, განვითარებას, ამ საკითხებზე იყო მსჯელობა არაერთ ფორმატში, მათ შორის ერთ-ერთ დიალოგში მეც მქონდა შესაძლებლობა მონაწილეობა მიმეღო აზერბაიჯანელ კოლეგასთან ერთად და ესეც ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში სწორედ შუა დერეფნის განვითარებაზე იყო საუბარი. საინტერესო მოხსენებებიც მოვისმინეთ, რაც ალბათ მნიშვნელოვანი გადასაფასებელი იქნება ევროპელი ლიდერებისთვის, მნიშვნელოვანი შესაფასებელი და გასათვალისწინებელი სამომავლო პოლიტიკის შემუშავებაში. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ჩვენ არაერთი მნიშვნელოვანი გზავნილი მოვისმენთ, რომლებიც იძლევა იმ დასკვნების გაკეთების საშუალებას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი შეიძლება იყოს მომდევნო პოლიტიკური წელიწადი. ჩვენ მოვისმენთ მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური პოზიცია, რომელიც მდგომარეობს შემდეგში, რომ ამერიკის შეერთებული შტატები რჩება ევროკავშირის პარტნიორად, თუმცა იგი ამავდროულად პარტნიორებად ეძებს, ძლიერებს და არასუსტებს. ჩვენ მოვისმენთ ევროკავშირის წევრი არაერთი სახელმწიფოს პირველი პირის განცხადება და ისინი სულ უფრო და უფრო მეტ საუბრობენ იმაზე, რომ ახალი მსოფლიო უსაფრთხოების არქიტექტურის პირობებში როგორ უნდა იქცეს ევროკავშირი ანგარიშ გასაწევ მოთამაშედ და ისეთ მოთამაშედ, რომელიც ამავდროულად თავად მოახერხებს საკუთარი თავდაცვის უნარიანობის ზრდასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას. მოვისმინეთ ჩინეთის პოზიციებიც ნგრევის ქვეშ. ასეთი იყო წელს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის სლოგანი, რაც გულისხმობს იმას, რომ ინგრევა იშლება ამ დრომდე არსებული მსოფლიო წესრიგი და იწყება ახალი წესრიგის შენება, რომელშიც ყველამ უნდა იპოვოს თავისი სათანადო ადგილი და რომელშიც ევროპას უნდა ჰქონდეს ანგარის გასაწევი როლი. მიუნხენიდან სალომე ქოქიაშვილი საუბრობდა.